ეროვნულმა ბანკმა უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის ოპერაციების განხორციელების მარეგულირებელი ჩარჩო შეიმუშავა ახალი წესი განსაზღვროს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციის, საქმიანობის უფლების გაცემის პირობებსა და ვალდებულებებს. მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი მთავარი სიახლე არის ის, რომ ისინი გარკვეული დროის განმავლობაში გადაცვლილი ვალუტის უკან დაბრუნება შეძლებენ, რა იცვლება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო გზით ვალუტის გადამცვლელი სუბიექტებისთვის. ელენე გოგბერაშვილი ჩაგვაყენებს საქმის კურსში ელენეს აღმომშვიდობის. საგამომშვიდობის აბექა უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის ოპერაციების განხორციელება თითქმის 1 წელი გახდა შესაძლებელი ბაზარზე, თუმცა აქამდე ამ ბიზნეს მოდელის რეგულირების ჩარჩო არ არსებობდა. 9 ივლისიდან უკვე ძალაშია ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ახალი წესები, რომელიც ვალუტის გადაცვლის პუნქტებს უნაღდო კონვერტაციების შესაძლებლობასაც აძლევს, თუმცა ამისთვის მათ მთელი რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. ერთ-ერთი მთავარი წარმოდგენილი რეგულირების ჩარჩოში ლიკვიდობისა და საწესდებო კაპიტალის მოთხოვნა, კერძოდ ციფრული სავალუტო კონვერტაციის განხორციელებისთვის ვალუტის გადაცვლის პუნქტებს 9 მილიონი ლარის საწესდებო კაპიტალი უნდა გააჩნდეთ, რაც სექტორს რთულად შესასრულებლად წარმოუდგენია. ჩვენთან ინტერვიუში საქართველოს ვალუტის გადამცველთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნის შესრულებას ერთეული სავალუტო პუნქტები შეძლებენ. კაპიტალის მოთხოვნა ამ ეტაპზე ვიცით, რომ 500.000-ია. სამწუხაროდ სავალუტო სექტორის წარმომადგენლების უმრავლესობას არ გააჩნია აღნიშნული კაპიტალი. ამ პროდუქტით შეძლებენ მხოლოდ ერთეული სავალუტოების სარგებლობას. რა თქმა უნდა, მომხმარებლის კუთხით ეს ძალიან კარგია, სასარგებლოა, რომ დამატებით ახალ პროდუქტს შესთავაზებენ, მაგრამ სამწუხაროდ სავალუტოების უმრავლესობა ვერ შეძლებენ აღნიშნულ პროექტში ჩართვას. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების წარმომადგენლებს რთულად წარმოუდგენიათ ბანკებთან მოლაპარაკებაც, რადგან ონლაინ ტრანზაქციების მომსახურების საფასურის შესახებ მოლაპარაკება თითოეულ ბიზნეს სუბიექტს საბანკო სექტორთან ინდივიდუალურად მოუწევს. როგორც ასოციაცია აცხადებს, მათი წინადადებაა, რომ ერთის მხრივ საწესდებო კაპიტალის მოთხოვნა შემცირდეს, მეორეს მხრივ მნიშვნელოვანი იქნება ბანკებთან მოლაპარაკებების პროცესში მარეგულირებელი ჩაერიოს. სავალუტო სექტორის წარმომადგენლები ვერ შეძლებენ აღნიშნული პროდუქციის სარგებლობას იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა ბანკებთან მოლაპარაკება. ჩვენ როგორც ვიცით, ბანკებთან შეთანხმების საფუძველზე შეგვიძლია ვისარგებლოთ აღნიშნული პროდუქციით და მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამოიკვეთება, თუ რა მარშას დაუწესებენ აღნიშნულ პროდუქციაში სავალუტო სექტორის წარმომადგენლებს ონლაინ ტრანზაქციაზე, ისიც გასარკვევია ამ ეტაპზე და ასევე უნდა გამოიკვეთოს, რამდენად ოპერატიულად მოხდება აღნიშნული პროდუქციის და ტრანზაქციის შესრულება. ვფიქრობ, რომ საკმაოდ რთული იქნება მოლაპარაკებების წარმოება კომერციულ ბანკებთან და ამ კუთხით მარეგულირების ჩართულობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეროვნული ბანკის სისტემაში 700-ზე მეტი ვალუტის გადამცვლელი პუნქტია რეგისტრირებული. ფორსაითის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ სავალუტო კონვერტაციების ციფრულ არხებში გადანაცვლება სავალუტო პუნქტების წილს შეამცირებს, თუმცა მეორეს მხრივ ეს მომხმარებლებისთვის იქნება სასარგებლო. ისინი არა მხოლოდ უნაღდოდ შეძლებენ ვალუტის კონვერტაციას, არამედ კონკურენციის პირობებში უკეთესი კურსით შეძლებენ ვალუტა დააკონვერტირონ. ტენდენცია ისედაც იყო, რომ უნაღდო არხებში გადადიოდა კონვერტაციები, იმიტომ რომ უკვე აღარ იყო ისეთი კომფორტული კეშიციარული, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე კომპანიებისთვის და ეს ახალი მარეგულირებელი ჩარჩო კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს, რომ უფრო მეტმა კომპანიამ და უფრო მეტმა ახალმა ჯგუფმა მიაწოდოს ბაზარს ეს უნაღდო კონვერტაციების სერვისი, რაც კიდევ უფრო შეამცირებს ჩემი ვარაუდით ქუჩის სავალუტო პუნქტების წილს ზოგადად ქვეყანაში განხორციელებულ კონვერტაციებში. რაც შეიძლება ითქვას, რომ ნეგატიურია უშუალოდ ამ სავალუტო პუნქტების მფლობელებისთვის. თუმცა კიდევ ერთხელ მომხმარებლებისთვის ეს ცალსახად გააუმჯობესებს სიტუაციას. იმ მხრივ, რომ ისინი შეძლებენ უკეთესი პირობების მიღებას თავიანთ კონვერტაციებზე. ახალი წესის მიხედვით ვალუტის უნაღდო კონვერტაცია განხორციელდება იმ საბანკო ანგარიშების მეშვეობით, რომელთაც უნაღდო ვალუტის გადაცვლის პუნქტის კლიენტი ფლობს. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ მომხმარებლებს ქვითრის წარდგენის შემთხვევაში შეუძლიათ ოპერაციის შესრულებიდან 30 წუთის განმავლობაში ოპერატორ კომპანიას ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება მოსთხოვან, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეგულაციები არ იცვლება მოქმედი ვალუტის
ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის, რომლებიც მხოლოდ ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის ოპერაციებით გააგრძელებენ საქმიანობას, თუმცა როგორც SEBI განმარტავს, იმ შემთხვევაში თუ ისინი მოისურვებენ უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის მომსახურების დამატებას, უნდა დააკმაყოფილონ ახალი რეგულაციით განსაზღვრული ზემოთაღნიშნული მოთხოვნები და მიიღონ შესაბამისი საქმიანობის უფლება. არსებულ ვალუტის უნაღდო კონვერტაციების პლატფორმას კი ახალ რეგულაციებთან მოსარგებად 3 თვიანი ვადა აქვს მიცემული. მადლობა, ეს ელენე გოგბერაშვილი.